Ღვთისათა და Ძისათა და Წმინდისა სულისათა ამენ. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი განმარტება მათეს სახარების ეპიზოდისა, რომელიც ქრისტეს კაცობრირი გენეალოგიის შესახებ გვაუწყებს. მე წაგიკითხავთ მცირე ამონარიც, რადგანაც გადაგება განმარტება იოანე ოქროპირისა ძალზე ვრცელია, ამიტომ შედარებით მოკლე ამონარიც წაგიკითხავთ. წიგნის შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა ა ブラ ამისი. გახსოვთ ამასინად რა გიქადაგეთ, გთხოვდით, რომ ყოველივე რაც ითქმება ღრმა დუმილითა და ღვთისმიერი სიჩუმით ისმინეთ. დღეს ჩვენ წმინდა კარიბჭეში უნდა შევაბიჯოთ. სწორედ ამიტომ შეგახსენებთ ამ დარიგებას. თუ კი იუდეველებს ცეცხლოვან მთაზე, ცეცხლში, წვდიათში, სიმნელეში და ქარიშხალში ასლამდე, უпростоრად ასლამდე კი არა, შორიდან დანახვამდე, 3 დღით ადრე ებრძანათ, ცოლებთან შეხებისაგან თავი შეეკავებინათ და ტანსაცმელი გაერეცხათ, თუ კი თვით ისინიც კი და მათთან ერთად მოსე შიშით რთოდნენ და ცახცახებდნენ, მას რაოდენ აღმატებული სიბრძნე უნდა ვაჩვენოთ ჩვენ, როდესაც ესოდენ დიდებული სიტყვების მოსმენა მოგველის და ცეცხლოვანი მთისაგან შორს დგომა კი არა, არამედ თვით ცად ახსოლვა, ტანსაცმელი კი არა და მისი გარეცხვა კი არა, არამედ შესამოსელი სულისა და ყოველგვარი ცხოვრებისეული მინარევებისაგან განთავისუფლება გვენიჭება. ვერც წვდიათს, ვერც კვამსა და ვერც ქარიშხალს ვერსად ნახავთ, არამედ იხილავთ გამოუთქმელი დიდებით ზეციურ საღდარზე დაბრძანებულ მეფეს. მის წინაშე წარდგომილი ანგელოზებით, მთავარ ანგელოზებითა და წმინდანთა დასებით, 1000-ობით და 10,000-ობით ცის მხედრები რომ ახლავთ თან. ასეთი ღვთის ქალაქი, რომელიც იტევს ახლად შობილთა ეკლესიას, მართალთა სულებს, ანგელოზთა მედღესასაულე ერთობას, სისხლით სხურებას, რომლის მიერ ყოველივე ერთიანდება. ზეცა მიიღო მიწიერი და მიწა მზეციური. დამყარდა ანგელოზთა და წმინდათაგან დიდი ხნიდან ნანატრი მშვიდობა. ამ ქალაქში აღმართულია ბრწყინვალე და დიდებული ჯვარი. აქაა ქრისტეს ალაფი, ჩვენი ბუნების საწყისი, ჩვენი მეუფის მიერ მოპოვებული. ყოველივე ამის შესახებ დაწვრილებით სახარებიდან შევიტყობთ და თუ კი შესაბამისი სიმშვიდით გამოყვები, შევძლებთ, რომ ყველგან მიგიყვანოთ, გაჩვენოთ, თუ სად არის ჯვარზე მიმსჭვალული სიკვდილი, სადაა ჩამოხრჩებული ცოდვა, სადაა ამ ომის, ამ ბრძოლის აურაცხელი და განსაცვიფრებელი ძეგლი. იქ ნახავ შებორკილ მტანჯველსაც დატყვევებული ბრბოს თანხლებით და იმ ციხე-სიმაგრესაც, საიდანაც ეს ვილწი დემონი ძველ დროში ყოველმხრივ თავდასხმებს რომ აწყობდა. ნახავ ავაზაკის თავშესაფარსა და ბუნაგს, უკვე გატეხილს და განადგურებულს, რადგან მეფე აქაც მოვიდა. არ დაიქანცები საყვარელო, თუ კი შეგიძლია დიდხანს ისმინო ჩვეულებრივი ომის, ნაალაფებისა და გამარჯვებების ამბავი და ამგვარ მონათხრობს თუ კი არანაირ საჭმელსა და სასმელზე არ ცვლი, თუ კი შენთვის ამგვარი ამბები ასე სასიამოვნოა, მაშინ ჩემი კიდევ უფრო მეტად. წარმოიდგინე, რისი მოსმენა მოგიწევს. ღმერთი როგორ აღდგა ზეციდან და სამეფო საღდრიდან, როგორ გარდამოვიდა მიწაზე და როგორ წამოიწყო მან ბრძოლა თვით ჯოჯოხეთში,
როგორ ებრძოდა ეშმაკი ღმერთს და ამასთან არა აშკარად ღმერთს, არამედ ღმერთს კაცობრიულ ხორცში, რომ მალავდა თავს. და რაც ყველაზე საოცარია, შენ ნახავ, როგორ დაირღვა სიკვდილით სიკვდილი, როგორ გაუქმდა წყევლა წყევლით, როგორ დაემხო ეშმაკის სატანჯველი სწორედ იმით, რითაც ძლიერება მოიხვეჭა. მას შეუდგეთ და თვლემას ნუ მივეცემით. მე უკვე ვხედავ, როგორ იღება კარი ჩვენს წინაშე, სრული წესიერებითა და კრძალვით შევაბიჯოთ მასში. ახლა ჩვენ პირდაპირ კარიბჭეში შევა და რა კარიბჭეა იგი. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისი. ის იშვა ხორცით, რათა შენ იშვა სულით. იშვა დედაკაცისაგან, რათა შენ დედაკაცის ძე აღარ ყოფილიყავი. აი რატომ იყო ეს შობა ორმაგი. ერთის მხრივ ჩვენი მსგავსი და მეორეს მხრივ ჩვენი ამამაღლებელი. იმით რომ იშვა არა სისხლთაგან, არა კაცის თუ ხორცის ნებით, არამედ სული წმინდისაგან. იგი წინასწარ მეტყველებს ჩვენს მომავალ ამაღლებულ შობას, რომლის მონიჭებასაც სულის მადლით ვპირდებოდა. შემდეგ ასეც მოხდა ყველაფერი. ასეთივე იყო ნათლისღება, მასშიც იყო რაღაც ძველი და რაღაც ახალი. ნათლისღება წინასწარ მეტყველისაგან გვაჩვენებდა ძველს, ხოლო გარდამოსვლა სულისა მიანიშნებდა ახალზე. როგორც ვიღაც შუაში ჩამდგარი ორივე მხარეს ხელს მოჰკიდებს და ერთმანეთთან შეაერთებს, სწორედ ამგვარადვე მოიმოქმედა ძე ღმრთისა. ძველი აღთქმა შეაერთა ახალთან, საღვთო ბუნება კაცობრივთან, თავისი ჩვენთან. ხედავ ღვთის ქალაქის ბრწყინვალებას, ხედავ რაგვარი ელვარებით განგანათლა შესვლისთანავე, ხედავ რომ მაშინვე გიჩვენა მეფე შენივე სახით ბანაკის შუაგულში. აქაც კი მიწაზე მეფე ყოველთვის არ ჩნდება ხოლმე მთელი თავისი დიდებულებით. ხშირად პორფირსა და დიადემას გვერდზე გადადებს და უბრალო მეომრის სამოსით იმოსება, მაგრამ მიწიერი მეფე ასე იმიტომ იქცევა, რომ თავის გამოაშკარავებით მტერი არ მიიზიდოს. ზეციულმა მეფემ კი პირიქით ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავისი განცხადებით მტერი არ ეიძულებინა მასთან შებრძოლებას, განრიდებოდა, ხოლო თავისიანები არ შეეშფოთებინა, რადგანაც იგი გადასარჩენად მოვიდა და არა შესაშინებელად. აი რატომაა, რომ მახარებელმა მაშინვე მოიხსენია იგი შესაბამისი სახელით იესო. სახელი იესო ბერძნული არ არის. იესო იგი ებრაულად იწოდება, რაც ბერძნულ ენაზე მხსნელს ნიშნავს. მხსნელად კი იწოდება, იმიტომ რომ მან იხსნა თავისი ერი. თხრობას გავაგრძელებთ წირვის ბოლოს. ერთმა დაგვიწევთ და გაგვირთხოთ. აი ერთი წინადადების განმარტებას იოანე ოქროპირი რამდენად სიღრმისეულად უდგება და ისეთ სწავლებას, ისეთ შინაარს გვაწოდის, რომ მართლაც ადამიანი თუ კი სახარებით არის დაინტერესებული, თუ კი რწმენით არის დაინტერესებული, უდიდეს სულიერ სარგებელს, საზრდოს იღებს ამისაგან და მეცაც გეტყვით სიამოვნებას იმისაგან, თუ რაოდენ დიდი სიღრმეა სახარებისეულ თითოეულ არა მარტო წინადადებაში, არამედ სიტყვაში. ახლა მოусმინოთ აი ერთი წინადადების განმარტებას. ხოლო იუდამ შვა ფარეს და ზარა თამარისაგან. რას შურები ღმრთივ შთაგონებულო მამა, ურჯულო სისხლის შერევის ისტორიას რომ გვახსენებ და მერე რა მოგვიგებს იგი,
რომელიმე ჩვეულებრივი ადამიანის წინაპრების ჩამოთვლა რომ დაგვეწყო, მაშინ მართლაც კარგს ვიზამდით, თუ ამგვარ საქმეზე გავჩუმდებოდით, მაგრამ განკაცებული ღმერთის გენეალოგია არა თუ არ უნდა დამალო, არამედ მთელი ხმით უნდა იუწყებოდე მის შესახებ, რათა ამით მისი ზრახვები და დიდებულება წარმოაჩინო. იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ განზე გამდგარიყო ჩვენი სირცხვილისაგან, არამედ იმისათვის, რომ გაენადგურებინა იგი, ანუ სირცხვილი და ცოდვა. ისევე როგორც განსაკუთრებულად ის კი არ გვაკვირვებს, რომ ქრისტემ მოკვდა, არამედ ის, რომ იგი ჯვარს ეცვა. მართალია ეს შეურაცხმყოფელიცაა, მაგრამ რამდენადაც შეურაცხმყოფელია, იმდენადვე ააშკარავებს მის კაცთმოყვარეობას. იგივე შეიძლება ითქვას მის შობაზე. ქრისტე უნდა გვაკვირვებდეს არა მხოლოდ იმით, რომ მან ხორცი შეისხა და განკაცდა, არამედ უმეტესად იმის გამო, რომ ცოდვილი ადამიანები ღირსწყო მისი ნათესავები ყოფილიყვნენ და ჩვენი ცოდვების გამო ოდნავადაც არ შერცხვენია. ამგვარად იმთავითვე როგორც კი იშვა, მან გვაჩვენა, რომ ჩვენი არაფერი ეთაკილება და ამით გვასწავლა არ ჩვენ გვრცხვენოდეს საკუთარი წინაპრების ავზნიანობა და მხოლოდ ერთი სათნოებები ვეძიოთ, სათნო მყოფელ ადამიანს, თუნდაც იგი უცხო ტომელისაგან იყოს დაბადებული, თუნდაც მეძავისა ან სხვა სახის ცოდვილისაგან იყოს შობილი, ამის გამო არაფერი ევნება. მაშინ, როცა თვით მეძავიც კი, თუ კი იგი შეიცვლება, წარსული ცხოვრებისათვის არ გასამართლდება. მით უმეტეს სათნო მყოფელ კაცს, თუ იგი მეძავის ან მრუშისაგანაა დაბადებული, ოდნავადაც კი არ არცხვენს მშობლების უწმინდურობა. თუმცა ქრისტე ამგვარად მხოლოდ ჩვენს განსასწავლად კი არა მოგცეულა, არამედ იუდეველთა ამპარტავნების შესამოსრადაც. რამდენადაც ისინი არ დაგდებდნენ სულიერ სათნოებებს, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში აბრაამით იწონებდნენ თავს და ეგონათ, რომ წინაპრთა კეთილი საქმეებით განმართლდებოდნენ. ამდენად უფალი იმთავითვე აჩვენებს, რომ წარმოშობით კი არ უნდა განიდიდებდე თავს, არამედ საკუთარი დამსახურებებით. გარდა ამისა, მას იმის ჩვენება სურს, რომ ყველა თვით მამამთავრებიც კი ცოდვილნი არიან, რომ თვით პატრიარქი, რომლის სახელიც იუდეველ ხალხს ეწოდა, არც თუ მცირედ მცოდველი აღმოჩნდა, ანუ იუდა, მამამთავარი ძველი აღთქმისა. თამარი ააშკარავებს მის სიძვის ცოდვას. დავითმაც მეძავი ქალისაგან შვა სოლომონი. თუკი ასეთი დიდებული ადამიანები არ აღასრულებდნენ ჯულს, მით უმეტეს ისინი, ვინც მათზე დაბლა იდგა და თუკი არ აღასრულებდნენ, გამოდის, რომ ყველანი სცოდავდნენ და ქრისტეს მოსვლა აუცილებელი იყო. სწორედ იმისათვის მოიხსენია მახარებელმა 12 პატრიარქი, რომ დაემდაბლებინა ის იუდეველები სახელგანთქმული წინაპრებით, რომ ქედმაღლობდნენ. პატრიარქთაგან მრავალი ხომ სწორედ მხევლისაგან იშვა და მიუხედავად ამისა, მშობელთა შორის განსხვავებას არ გამოუწვევია განსხვავების წარმოშობა მშობელთა შორის. ისინი თანასწორნი იყვნენ, როგორც პატრიარქები და როგორც მოდგმათა მამამთავრები. სწორედ ესაა ეკლესიის უპირატესობა, ესაა ჩვენი კეთილშობილების თავისებურება. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში რომ ჩაისახა, თუნდ მონა იყავი, თუნდ თავისუფალი, თავისთავად ამას არც სიკეთე მოაქვს და არც ბოროტება, მხოლოდ ერთი რამაა საჭირო, ნება და სულიერი განწყობილება.
აქ თქმულის გარდა არის კიდევ მიზეზი, რის გამოც მახარებელმა იუდას სისხლის შერევის ისტორია გაიხსენა. ფარესთან ზარა უმიზნოდ როდი არის ნახსენები. თითქოს და ფარეზის მერე, საიდანაც ქრისტეს გენეალოგია უნდა წამოსულიყო, სრულიად ამაო და ზედმეტი უნდა ყოფილიყო ზარას ხსენება. მას რაღაც მოიხსენიებს, როდესაც თამარს მათი შობის დრო დაუდგა და ტკივილები დაეწყო, ზარამ პირველმა გამოხო ხელი. ეს რომ ბებიაქალმა დაინახა, იმისათვის რომ პირველ შობილი აღენიშნა, ხელი წითელი ძაფით გადაუხვია. ხელის გადახვევის შემდეგ ყრმამ ხელი შემალა და ამის შემდეგ იშვა ფარეზი, შემდეგ კი ზარა. ამის შემხედვარე ბებიაქალმა თქვა, როგორ გამოარღვიე ზღუდეო, როგორც გვამცნობს დაბადების წიგნი. სხვები ირწმუნებიან, რომ სიტყვები როგორ გამოარღვიე ზღუდე ნათქვამია ახალ ხალხზე, რამდენადაც მან თავისი მოვლენებით გააუქმა რჯული. ანუ საუბარია ძველი აღთქმის რჯულის სრულყოფაზე. ხედავ, რომ არც თუ მცირე და უმნიშვნელო მიზეზების გამო უხსენებია მახარებელს იუდას ისტორია. ამისთვისვე მოიხსენიებიან რუთი და რეკაბი, რომელთაგან პირველი იყო უცხო ტომელი, მეორე კი მეძავი. ანუ იმისათვის შენ გცოდნოდა, რომ მაცხოვარი მოვიდა ჩვენი ყოველგვარი ცოდვის გასანადგურებლად. მოვიდა როგორც ექიმი და არა როგორც მსაჯული. ისევე როგორც ამათ ცოლად მეძავები შეირთეს, ასევე ღმერთმა შეერთა ცოდვილი ბუნება. წინასწარ მეტყველები უწინ შეიერთა ცოდვილი ბუნება, ანუ კაცობრივი ბუნება. წინასწარ მეტყველები უწინ ამას სინაგოგასაც მიაწერდნენ და ამბობდნენ, სიძვით ისიძვა, რადგან მან სიძის მიმართ უმადურობა გამოავლინა და პირიქით მამათა ცოდვებისაგან ერთხელ გათავისუფლებული ეკლესია სიძის ერთგული დარჩა. იმასაც დააკვირდი, რომ რუთის თავგადასავალი ჩვენსას ემსგავსება. ის უცხო ტომელი და უკიდურესად ღატაკი იყო, მაგრამ როდესაც იგი ბოლოს მაიხილა, არ შეურაცხყო მისი სიღატაკე და არ შეეპოვა მის მდაბიო წარმოშობას. ზუსტად ისევე, როგორც ქრისტემ, რომელმაც ეკლესიაში უცხო ტომელები და უღატაკესები მიიღო და მისი წევრები უდიდესი სიკეთის მონაწილეებად აქცია და როგორც რუთი, რომელიც ამგვარ მეუღლეს ვერასოდეს შეხვდებოდა, მანამდე მამა რომ არ დაეტოვებინა, უარი რომ არ ეთქვა სახლზე, გვარზე, მამულსა და ნათესავებზე, ასევე ითქმის ეკლესიაზე. მამათა ჩვეულებები რომ უარყო. სწორედ ამის შემდეგ გახდა რუთი სასიძოსათვის სასურველი და სწორედ ამის შესახებ ამბობს წინასწარმეტყველი ეკლესიასთან მიმართებით. დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა და გულმან უთქვას მეუფესა სიკეთისა შენისაო, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი. ანუ აქ საუბარია კიდევ ერთხელ მინდა განმარტო ეს, რომ ძველი აღთქმის რჯულზე, რომელიც ქრისტემ სრულხო და ზოგიერთი ის რჯულის სწავლება, რომელიც ახალი აღთქმისთვის იყო შეუსაბამო, გააუქმა. მაგალითად წინა დაცვეთა შეიცვალა ნათლის ღებით და ასე შემდეგ. სხვადასხვა ასეთი სწავლებანი ძველი აღთქმისა შეიცვალა და სრულ იქმნა ახალი აღთქმის რჯულით. ასე მოიცა რუთი და ამით გახდა იგი დედა მეფისა, რადგანაც მისგან გამოვიდა დავითი. ამგვარად მახარებელმა შეადგინა გენეალოგია და იქ შეიყვანა ეს ქალები, იმისათვის რომ ამ მაგალითებით შეერწყვინა იუდეველები და ქედმაღლობისაგან განრიდება ესწავლებინა მათთვის. რუთი უდიდესი მეფის წინაპარი იყო და დავითს ამისი არ რცხვენოდა. აი ასეთია ამ მოკლე პატარა ეპიზოდის განმარტება იოანე ოქროპირისა საოცარი
სიღრმით და ეს ბუნებრივია რომ ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა ვიცოდეთ. კარგია რომ ხშირად ვიკითხოთ არა მარტო სახარება, არამედ მისი განმარტება და განსაკუთრებით დღესასწაულებთან მიმართებაში სახარებისეული ამა თუ იმ ეპიზოდის წმინდა მამებისეული განმარტება. აი, ვიახლოვდება ხო დღესასწაულის შობისა უკვე დადგა მწუხრი, დღეს მწუხრის ლოცვა ჩავატარეთ და ველოდებით ახლა უდიდეს დღესასწაულს ქრისტიანულს. ხო მნიშვნელობა მისი უნდა გვესმოდეს. შემთხვევით არ იკითხება სახარების ესა თუ ის ეპიზოდი, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ დღესასწაულთან და მისი მნიშვნელობა და სიღრმე უნდა გვესმოდეს. გილოცავთ დამდეგ დღესასწაულს ქრისტეს შობისა, ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალი დღესასწაული ღვთის სადიდებლად აღგვენიშნოს და ჩვენი სულების საცხოვრებლად. გაიხარეთ. ღვთისმსახურებას შემდეგი